MyFileGis პროგრამაში მუშაობის დასაწყებად საჭიროა რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის დააკლიკეთ ავტორიზაციის მონაკვეთს. დააკლიკეთ ღილაკს რეგისტრაცია. სახელის ველში ჩაწერეთ სასურველი username. ელფოსტის ველში ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული პოსტის მისამართი. სურვილის შემთხვევაში დააკლიკეთ ველს მომსახურების პირობები და გაეცანით წესებს. რეგისტრაციის გასაგრძელებლად აუცილებელია მონიშნოთ ველი, რომ ეთანხმებით მომსახურების პირობებს. რეგისტრაციის დასასრულებლად დააკლიკეთ ღილაკს რეგისტრაცია. ეკრანზე გამოჩნდება შეტყობინება, რომ თქვენი ანგარიში წარმატებით შეიქმნა. რეგისტრაციის შემდეგ თქვენი მომხმარებლის პაროლი ავტომატურად დაგენერირდება და გამოგეგზავნებათ თქვენს ელფოსტაზე. თუ გსურთ პაროლის შეცვლა, ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში დააკლიკეთ ავატარის ღილაკს. დააკლიკეთ ღილაკს პაროლის შეცვლა. პირველ ველში ჩაწერეთ მიმდინარე პაროლი. მეორე ველში აკრიფეთ სასურველი პაროლი, მესამე ველში განმეორებით აკრიფეთ ახალი პაროლი და დასადასტურებლად ააკლიკეთ ღილაკს პაროლის შეცვლა. რეგისტრაციის შემდეგ MyFileGis პროგრამაში პირველი აუდიო ფაილის ტრანსკრიფცია უფასოა. ფაილის ასატვირთად აირჩიეთ სასურველი ფაილი თქვენი ფოლდერიდან ან თაგვის მეშვეობით გადაიტანეთ ატვირთვის ველში. როდესაც ფაილის ატვირთვა დასრულდება, დაინახავთ შეტყობინებას, რომ ფაილი წარმატებით აიტვირთა. აუდიო ფაილის ტრანსკრიფციის პროცესის დასაწყებად დააკლიკეთ ღილაკს ფაილის დამუშავება. დაელოდით რამოდენიმე წამი ფაილის დამუშავებას და შედეგის ეკრანზე გამოტანას. დამუშავების დრო დამოკიდებულია აუდიო ჩანაწერის ხანგრძლივობაზე. დამუშავების პერიოდში არ დახუროთ ბრაუზერის ფანჯარა და არ დაკარგოთ ინტერნეტთან კავშირი. პროცესის დასრულების შემდეგ დაინახავთ შეტყობინებას, რომ ტრანსკრიფცია დასრულდა და ასევე ეკრანზე დაინახავთ თქვენს მიერ ატვირთული ფაილის timelines მონაწილეების ტექსტებით. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ჩანაწერის წაშლა და სხვა ფაილის ატვირთვა. ტექსტის თქვენს კომპიუტერში ჩამოსატვირთად დააკლიკეთ ღილაკს Word-ში შენახვა, რის შემდეგაც ფაილი ჩამოიტვირთება თქვენი ბრაუზერის მიერ. შემდეგი ფაილის დამუშავებისთვის, როდესაც დააკლიკებთ ველს ფაილის არჩევა, გამოვა შეტყობინება, რომ შემდეგი ფაილის ტრანსკრიფციისთვის საჭიროა ბარათის დამატება. ბარათის დასამატებლად დააკლიკეთ ღილაკს გადახდა. აკრიფეთ შესაბამის ველებში ბარათის მონაცემები. თუ გსურთ, რომ შემდეგი გადახდისთვის ყოველჯერზე არ მოგიწიოთ მონაცემების შეყვანა, ჩართეთ ველი, რომელიც თქვენს ბარათს დაიმახსოვრებს. აკრიფეთ ველში ტელეფონის ნომერი და პროცესის დასასრულებლად დააკლიკეთ ღილაკს გადახდა. ეკრანზე გამოჩნდება შეტყობინება, რომ გადახდა წარმატებით შესრულდა და შეგიძლიათ ამორჩიოთ და ატვირთოთ შემდეგი ფაილი. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ უყუროთ შემდეგ ვიდეო ახსნას, სადაც ნაჩვენებია უკვე დამუშავებული Word-ის ფაილში გადატანა და ძებნა სიტყვის ან სიტყვათა წყობის მიხედვით. ასევე ტექსტის სრული ან სასურველი მონაკვეთის დაკოპირება, გადაგზავნა და დაბეჭდვის პროცესი.